ეს მე ვარ მავრიტანიაში. მავრიტანია. ქვეყანაში რომლის სახელიც მაქსიმუმ მეორედ გესმით. მისი 98% უდაბნოშია გაშენებული და დარჩენილი 2% ისევია ჩამორჩენილი თანამედროვეობას, როგორც მე მაიმუნკაკოს გამომწერებში. მავრიტანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ტურიზმოვადი ქვეყანაა. თქვენ წარმოიდგინეთ და იქ სამჯერ ნაკლები ტურისტი ჩადის ყოველწლიურად, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში. იქნებ იმიტომ, რომ მათი სიყვარულის ენა აგრესიაა. bro. ან შეიძლება იმიტომაც, რომ ყველა წყარო ინტერნეტში მავრიტანიაში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას გვირჩევს. არასდროს ჩამოხვიდეთ მავრიტანიაში. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამე ცხადია. ეს იუთუბერებისთვის არც ისე სასიამოვნო ქვეყანაა, რადგან კამერები კატასტროფულად არ უყვართ. No, I'm not taking you video. მაგრამ მე კაკო ვარ დოპამინის სავსე კაცი და დღევანდელ ვიდეოში შემოგთავაზებთ გენიალურ რას გააკეთებთ აფრიკაში. მაგრამ ამ ყველაფერს მე მარტო არ გავაკეთებ. მე გავაკეთებ ამ ყველაფერს სოსოსთან ერთად. სალამ ალეიკუმ. სოსოსთან ერთად ვეცდები დავამტკიცო, რომ როგორი აგრესიულიც არ უნდა იყოს ქვეყანა, მეგობრულ ადამიანებსაც აუცილებლად იპოვა. თუმცა სანამ აქამდე მივალ, ალბათ გაინტერესებთ. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? ამისთვის უკან უნდა გადავახვიოთ. ამბავი დაიწყო სოსოს მესიჯით. წავ მავრიტანიაში 20 საათიან მატარებელზე. და მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. მთელი ეს თავგადასავალი ძალიან საინტერესო იყო, თანაც ამ დროის განმავლობაში მავრიტანიელ ხალხზე რამდენიმე საკმაოდ უცნაური ამბავი გავიგე. მაგალითად, აქ მსუქანი ქალი უფრო ლამაზად ითვლება ვიდრე გამხდარი. Yeah, it's good. Good. ასევე, აქ 10 ჯერ დაქორწინებული ქალი ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ქართველი ტაქსისტის 2 დიპლომი. 10 times? Oh my god. ამ და კიდევ რამდენიმე უცნაური მიზეზის გამო ვიფიქრეთ, რომ მავრიტანიაში მხოლოდ მატარებლის გადაღება არ კმაროდა და ყველა ამ სხვადასხვა უცნაურობის გამოსაძიებლად ერთი სრული დღე მივეცით ჩვენ თავებს. პირველად კი მავრიტანია მაშინ გამაკვირვა, როცა აღმოაჩინეთ, რომ აქ უკიდურესად ცოტა ტურისტი ჩამოდის. და ეს ეთყობა ვალუტის გადამცველ პუნქტსაც, სადაც გადახურდავება სავარაუდოდ ძალიან იშვიათად ხდება. კუსტარულად ვახურდავთ ფულს. ფულის გასვლის კალკულაციას დაახლოებით 2 წუთი მოანდომეს. Good rate, best. მეგონი გათხოვებენ რაღაც. რაღაცა თითქან გაუგზელდა საუბარით. და ერთ-ერთი ფიქრი, რაც იმ მომენტში დავემატა, ისაა, რომ ამ ხალხმა აშკარად არასწორი საქმიანობა ერჩია. და როცა მოგვიანებით ოთახისკენ გაგვიძღნენ, აღმოაჩინე, რომ სავალუტო ჯიხურიც წამოსაწოლ სივრცედ იყო ქცეული. და ნამდვილად დავწუნდი, რომ ამ ხალხმა პროფესიაში არასწორი არჩევანი გააკეთა. Hello brother, how are you? Sleeping? ასე გამოიყურება ფულის დასახურდავებელი პუნქტი. პროფესიის არჩევა პატარაობიდანვე იწყება და 11-დან 15 წლამდე თუ ხარ Roblox-ის პროგრამირების სამყაროთი შეგიძლია დაიწყო. სადაც ჩემი მეგობარი კომპანია Algounis დახმარებით შეგიძლია პირველი ნაბიჯები გადადგა ციფრულ სამყაროში. და ისეთი კარიერა აიწყო, რომ არ იყო ჩამოკიდებული ჩემნაირ ვაჭარ კლიენტებზე. Commission? No, zero. We are from poor country. Don't tell money. კურსის ბოლოს გექნებათ შექმნილი 2 მნიშვნელოვანი თამაში. და რაც თავარია, ეს პროცესი ჩვენი ვალუტაში მაიმუნებისგან განსხვავებით ძალიან მშვიდი და მარტივი იქნება. მოკლედ მთელი რიგი პროცედურები გავიარე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი პრომოკოდი კაკო არ დაგავიწყდეს, რომ 20%-იანი ფასდაკლება დაირტყა და Roblox-ის სამყაროში სოსოსავით ზღაპრული მოგზაურობები მოიწყო. საინტერესო დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. მოგზაურობა რომ ნამდვილად საინტერესო და თანაც არც ისე მშვიდობიანი იყო, სავარაუდოდ უკვე ნახავდით. ერთ-ერთი არანაკლებ საინტერესო ფაქტი მაშინ მოხდა, როცა გზაზე street food-ის საჭმელად გავჩერდით და კამერით გადაღების გამო გვეუხეშნენ. კამერა, მიკროფონი, კამერა. იმისდით რომ გამენეიტრალებინა სიტუაცია, ვეცადე მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა. What's your name? Ahmed. Nice to meet you. Kako. და ზუსტად ამ მომენტში ვიგზენი, რომ ხელი საკმაოდ სველი ქონდა. მოგვიანებით კადრების გადარჩევის დროს დავაფიქსირე, რომ მისი სისველი მისი ლორწოს დამსახურება იყო. და ეს მოძრაობა ხელი ჩამორთმევამდე გააკეთა. ამ შემთხვევის გარდა არაერთხელ დავწმუნდით, რომ აქ ტურისტები და მით უმეტეს კამერიანი ტურისტები არ უყვართ და მათთან ძალიან არამეგობრულები არიან. თუმცა, თქვენ ალბათ არ გაგიგიათ MMS საზოგადოების შესახებ. MS იშიფრება როგორც მაიმუნთან მებრძოლი საზოგადოება, რომელთაც ხშირ შემთხვევაში აბსურდული მიზნები და უცნაური წესები აქვს და ის ამჟამად Instagram community-ის ჯგუფით არის წარმოდგენილი. MS-ის წესი ნომერი 7 ამბობს, რომ ყველა ადამიანში არის სინათლე და თუ არ ანათებს, უბრალოდ ბატარეაა დასატენი.
ბატარეის დასატენად კი ჩვენი ენერგიებია საჭირო. იმისთვის რომ კარგი ადამიანები ვიპოვოთ, ყველას უნდა ველაპარაკოთ. ამ კაც რას არ ეშლება კომუნიკაცია ხალხთან. How are you? You good? უნდა ვიყოთ აქტიურები და ენერგიულები, რათა გავაბათილოთ ამ ხალხზე ჩვენი პირველადი წარმოდგენა. ხო, რაღაც უჯმური ხალხია ძალიან და აგრესიული. ის რომ კამერები არ უყვართ, ეს უკვე ვიცით. ამიტომ გარდა მთავარი კამერისა დღევანდელ დღეს უამრავი დამხმარე კამერა გადაიღებს. თანაც ისეთი კამერები, რომლებზეც ნაკლებად იფიქრებენ, რომ მათ უღებს. რამდენი კამერა მუშაობს სათვალე ესენი. What is price? Kilo. 140 for a kilo. Oh, okay. Do you hear something to eat outside eating? Yeah. ბიჭო, აი წარმოიდგინე, არაფერი არ აქვს, თან street food-იც კი არ აქვს, ისეთი უსახური ქალაქია რა. Street food-ი ჩვენი დღევანდელი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა საქმე ჩემში არაა. მე როგორც ყველაფრის მჭამელმა YouTuber-მა, რომელსაც გველი ვირთხა მატლი და 1000 საიზღრობა აქვს ნაჭამი, სოსოს უნდა დავაძალო, რომ ყველაფერი გასინჯოს, რაც მე მომეწონება. რადგან MMS-ის წესი ნომერი 17 ამბობს. თუ მეგობარ street food-ი არ უყვარს, მის კუჩს თავგადასავლები აკლია და შენი როგორც მეგობრის ვალია თავგადასავალი დაუგეგმო. თუმცა ჩემთან ერთად სოსოსაც აქვს community არხი, სადაც მისი აუდიტორია სოსოს street food-თან ურთიერთობის წინააღმდეგი აღმოჩნდა. ამიტომ MMS-ის ჯგუფში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც დიდი უპირატესობით გავემარჯვეთ. შესაბამისად მე ჩვენი ჯგუფის სახელით ვალდებული ვარ, რომ ვაძლო ნებისმიერ ამის გასინჯვა სოსოს, რასაც მე გავსინჯავ. დავცხოთ აკლემის რწე. თუმცა სანამ აქამდე მივიდოდი, თევზის ბაზრის იმ უარყოფით მხარეებს გადავაწყდეთ, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო. You know. Me, you know. Me, you know. You know me. გადაღების უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანხმლები მუჰამედიც საკმაოდ შეშინებული იყო. მაგარი კომუნიკაცია გვაქვს. იმას არ უნდა. იმას ჩვენი გიძინა შეშინებული. მაგარი პანიკა ტიპიაჩი. იმენა წესებს ემორჩილება იმის დედაო. მუჰამედმა ჯერ კიდევ მანქანაშიც გაგვაფრთხილა კამერებზე. Take a picture from people without permission because that can make some trouble. მიუხედავად გაფრთხილებისა, მგონია რომ თუ განსაკუთრებული ენერგიით მიუდგები, ნებისმიერი ხალხის კეთილ განწყობის მოპოვება შეიძლება. მით უმეტეს თუ ისეთ ყველასთვის ნაცნობ თემებზე ჩამოვაგდებ საუბარს, როგორიც ფეხბურთია. Football? Yeah. What is that? Are you from Mauritania? Mauritania, yeah, Mauritania. Mauritania is the best. They are winning? Real. Salam Madrid! Salam Madrid! Let's go! Let's go! თუმცა როგორც წესი ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანდა ხოლმე. და მოვარდებოდა ვინმე, ვინც ვითომ კამერის გამო შეწუხდებოდა. იმ მოტივით რომ ცოტათი ფული წაერთმია. No? No, sorry. No problem. You are not on video. They are. They say yes. So no problem, okay? კაროჩი ძალიან აგრესიულები არიან გადაღებას. იცი რა, მე მგონი უნდა რომ ფული დაგართვა რა. პროცესში დავამუღამეთ რომ მსგავს ხალხთან ტკბილად ლაპარაკი კი არა შედარებით აგრესიული საუბარი ჭრიდა. No, I am not taking you video. It's good. Yeah. So, the guys is my friends, monsieur. Okay, let's go. თევზის ბაზარში შეერნობისას ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მაინც შედარებით ადამიანურად გვესარმებოდნენ. თუმცა ძირითადად იმ მოტივით, რომ მათგან რამე გვეყიდა. Hello. How are you? You great. Croissant? Caramar. ასეთი ადამიანები როგორც წესი სხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები. ამ დროის მანძილზე ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი მავრიტანიელი, რომელიც ჩვენში კეთილგანწყობას მოიპოვებდა. Yeah, Mauritania? No, Senegal. Senegal, we are going to Senegal. Parlez-vous français? Français. Oui? Français. I know French. Senegal is good. Senegal is better than Mauritania. Yeah. თითქოს წარმოუდგენელია, რომ ამ ხიარულ ფონზე ეს ადამიანიც და მისი მეგობრებიც თავიდან კამერაზე ბრაზდებოდნენ. No camera. No. მაგრამ როგორც კი მეტნაკლებად დიპლომატიურად და სწორი ენერგიებით მიუდექით, კამერის ვარსკვლავებიც კი გახდნენ. Come, subscribe my channel, Mr. Beast. აქ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი ძირითადად მეთევზეებად მუშაობს და მათი საქმიანობა არც ისე უსაფრთხოა. Are you fishing? Fishers? Fishing. Hi, my sheikh. Rache. Opa, შევარდე ბიჭები. ეს სათევზაო გემები განსაკუთრებულად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და რთული ამ სანახაობის დრონით გადაღებისგან თავი შევიკავო. დრონი არა უშვა.
მით უმეტეს, როცა ისეთი ადამიანი ყავს გვერდით, როგორიც სოსუო. მას ზებრძენი კაკო ამბობს. დრონი მეფობენ თუ სოსოს ხელშია. რა ლამაზია ეს შენთვის წავა ეხლა გადრევი შენ. ეს უკვე შენია. აქაც დაცა გაიჭი. Hello, how are you? Can we fly drone? No? I said that is no allowed here. Money? He said no. No. დრონის ნებართვის ასაღებად სანაპიროს პოლიციას მივატეკით, სადაც გადაღება სასტიკად დაკრძალულია. თუმცა მე სათვალე მაქვს და ასევე იმედი, რომ ფეხბურთზე ლაპარაკი გაჭრის. Real Madrid? Real is winning, yeah? 2-0. 2-0. Hala Madrid. კაკოც გამოვიდა. ოღონდ რა პასუხი აქვს ჯერ არ ვიცით. გამარცხდი? ამიტომ შეგვიძლია stock footage-ზე შევიდეთ და ეს კადრები შემოგთავაზოთ. აქაურობა მასწავლა ჭკუა და დავამუღამე ადგილობრივთან ურთიერთობის საფირმო რეცეპტი. პირველი ძალიან აქტიური და ენერგიული საუბარი. Give me camel. Camel give me, I will give you. მეორე, შეხვედრისას ეგრევე მისალმება. Salam alaikum, brother. Salam alaikum, brother. Salam alaikum. Salam alaikum, brother. Salam alaikum. კაროჩე, გამარჯობა თუ ერთვე ეგრე აღარ გიყვერენ, რა. მესამე, საფირმო ფრაზა, როცა კამერა აწუხებთ. Not you, me. Camera me, not you, me. Me, not you. და მეოთხე, ფეხბურთზე საუბარი. შესაბამისად, გაცილებით გამოცდილები ვაგრძელებთ ქალაქში მოძრაობას. No photo. No. Video, only video, no photo. Yeah, bro. ყველა სასიამოვნო მომენტი აქაურობიდან ამ გოგონასთან ურთიერთობა. What she is ask? You go. About Europe, she want to go Europe. როგორც აღმოჩნდა, მავრიტანიელი ქალები კაცებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მხიარულები არიან და ბაბის და სამწუხაროდ მზად არიან ცოლად ეგრევე გამოყვნენ. If you marry to me, you go Europe. Yes? Let's go. Let's go. Let's go. აბატიე, ბაბი, ესე შეძლობაზე ვარ ვერ ვიტყვი. She's divorced or no? How many times? One time is okay. მავრიტანიაში ერთხელ გათხოვილი ქალი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა და გაცილებით მრავალჯერადი გათხოვება სტანდარტი. ამ დღის დასასრულს ჩვენ 10-ჯერ გათხოვილ ქალსაც კი მივაკლიეთ. და იმისთვის რომ ამოხსნათ ამ უცნაურობის მიზეზი, იდეალური ადგილი განქორწინებული ქალების მარკეტია. თუმცა მანამდე კიდევ ერთ საინტერესო სანახაობას. აფრიკის ყველაზე დიდ აკლემების მარკეტს ვეწვიეთ. აქ როგორც ნახე, ჩამოყავთ ძალიან ბევრი ექნები სხვადასხვა ქვეყნებიდან და არის დასავლეთ აფრიკის ყველაზე დიდი მარკეტი. Mohammed, what is the average price for camel? 100,000. More than 100. If I bring my wife here, can I exchange to camel? No? No, you can't. Babi. ერთი აკლები მინდა და რადგანაც მავრიტანიის დედაქალაქში ბევრი არაფერია სანახავად, ის თითოეულ ტურისტის, რომელიც აქ ჩამოდის, აუცილებლად ეწევა აკლემების მარკეტს. Where are you from, guys? UK. არ მევასება ეს ტურისტები მოდიან, იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს. ჩვენ კიდე აკლემებს ვერ ვყიდით, bro. Yeah. I hate this European guys. You know them? Yeah. You too? Yeah. They are like, everyone comes for video or photo and we are not selling camels. Yeah. ზოგიერთმა ბავშვმა აქ ინგლისურში 1-2 სიტყვა იცის, თუმცა ჩემ სალამ ალეიკუს ნებისმიერ შემთხვევაში უპასუხოდ არ დატოვებენ. Salam alaikum, bro. How are you? How are you? Fine. Video. Take video. Come. Yo! Oh! მაგარ ხერული ბავშვები არის. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების გამო აქაურებისთვის კამერები უცხო არაა, ისინი გადაღების მიმართ მაინც აგრესიულები არიან. No camera. Me, not you. Don't fight. No fight. Camera me, not you. Pardon. No. Nice to meet you. We are YouTubers. We will tell our video everyone come here buy camel.
კი არიციან რომ მოხვედრილები არიან კადრში. ამათაც ყელში აქვთ ამასული ეს ტურისტები. არაფრის ყიდველები ესენი არ არიან. არც ფულს არ იხდიან. ამიტომ აქ მე არა ტურისტებით უნდა გავასახო. თავი და ისე მოვიქცე თითქოს აკლემის ყიდვა მინდა. აკლემის ფასი მუჰამედმა უკვე მითხრა. 100,000. თუმცა MMS-ის წესი ნომერით 11 ამბობს. ყოველთვის დაიწყე ვაჭრობა იმდენად აბსურდული თანხით, რომ გამყიდველი ან გააცინო, ან გააბრაზო. ხოდა რა სიტყვით აკლემში 200 ჯერ ნაკლები თანხა. ანუ 500 უგიო რომ შევთავაზო. Salam alaikum. Camel price? 1 camel. كمان 500 بسمي 500 1 camel. قول لي اللي قلت صور على السعر. ჩვენი ურთიერთობის დინამიკას მხოლოდ ისაბუჭებს, რომ ინგლისური არიციან. თუმცა ნამდვილი ვაჭრობა თავის მხრივ უნივერსალური პროცესია და არც აუცილებელი ერთ ენაზე ლაპარაკი. Hello, brother. How are you? هاي لا تعطيها لي لا بيرا تعطيها لي انت عارضها لنا عارض You are good man. Okay, now give me camel. Okay, 1 camel, give me. Okay, that one? Can I take? واخذ For that, yeah. No. Okay. Jump. اركب Salam alaikum, brother. Camel business good? Yeah. Business? Yeah. Good. No. Kozaki. Price? Kako, what's your name? No, it's me. No, bro. Give me camel. Give me camel. نعرف ما قدر شيء. Camel, give me, I will give you. Give me camel. This for me? Yeah. Let's go. Let's agreement. Okay? 1 camel? No. And I will give you. No. დღევანდელი დღე მეგონა რომ იქნებოდა განსხვავებული. დავიწყებდი აკლემის ყიდვით და მე გავაჩვენებდი საზოგადოებას როგორ უნდა იცხოვრო მინიმალური ინვესტიციის აკლემთან ერთად, მაგრამ მინიმუმ 20 ჯერ ზვირი ღირს პატარა აკლემი და 100 ჯერ ზვირი ღირს დიდი აკლემი, რომელიც რძეს იწველება. აკლემის რძეს დღევანდელ ვიდეოში მე და სოსო ერთად დავაგემოვნეთ პირდაპირ აკლემის ძუძუებიდან. Salam alaikum, brother. How are you? How are you? Can I sit here? სხვათა შორის ეს უფრო შავკანიანები ვინც არიან, ვინ უფრო მხიარულები ჩანან, ვიდრე ეს არაბული ყაიდის, ეს ხო მიქსდი ის არის ეთნოსია. ამასობაში სოსოს გენიალური იდეა გაუჩნდა. სოსოს აქ ეგეთი იდეა მეგობრებო, რომ ერთ კემელი დავითრიეთ და ჩავეყავთ სოფელში და თუ გინდათ რომ ეს განვახორციელოთ, გადადით სოსოს აქ გამოიწერეთ და 500,000 გამომწაზე როგორც კი ავა მოვდივართ და აქ კემელს ყიდულობთ, აკლებს ყიდულობთ და მოვყავთ საქართველოში. ეგ ძალიან ბევრია. სოსო ჯერჯერობით ბექგრაუნდშია და პროცესებს იღებს, მაგრამ სულ ცოტა ხანში მოუწევს ნამდვილი განსაცდელი. მე და სოსო უნდა შევუვარდეთ აკლემის რძევნა დავლის. დავon ფრეში. რა სიტყვი? დავცხოთ აკლემის რძე. არა. გრანდელი ვიდეო ჩელენჯი გახდა. დალეს თუ არა სოსო აკლემის რძეს. მაგრამ სანამ აკლემის რძეს მივაგნებთ, დატყვით სოსოს სინემატოგრაფიული კადრებით. Camel milk? Oh, it's good. Salam alaikum. How are you? Milk? Do you have milk? Milk? Camel milk. Camel. Camel milk. No, okay. No problem. Პოდაშორის მეგობრებო, გასწოდეთ, რომ აკლემის რძე, კაცის რძეზე ძვირფასიც კი არის. ამიტომ უნდა ვიპოვო აკლემის რძე. Salam alaikum. Thank you. You want to milking the cow? Yeah, for free. It's not the time of milking now. Okay. მე აკლემის მოწვევაში ფულს არ გადავიხდი. აქეთ თუ გადამიხდიან მოვწველე. ჩვენი ძებნა უშედეგოდ დასრულდა. სამაგეროდ, როგორც იქნა მივაგენით ერთ საყვარელ მავრიტანიელს, რომლის ძირითადი მოვალეობა წყლის ვირით შემოტანაა. Me and my friend. Yay!
Welcome Mauritania. 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 Yeah. Mauritania. Mauritania. You are good man. Let's ride that one. Two, you and me. Let's go. ვირი ისე სწრაფად დაიძრა, როგორც ახის გამომწერთა რაოდენობა, როცა შენ გამოწერას ხელს არ აჭერ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ამ ლეგენდარულ მავრიტანიელთან გამეგზელებინა გართობა. Richo. Okay, you are good man. Აფასეთ ეს კაცი ხალხო რო ჩამოხდეს. აკლემის მარკეტიდან ხელსარიელი კი წამოვედით, მაგრამ წინ უამრავი დრო გვაქვს. დრო გვაქვს იმისთვისაც, რომ წავიდეთ საკმაოდ უცნაურ ადგილას. მარკეტზე, სადაც გამყიდველები მხოლოდ განქორწინებული ქალები არიან. წავედით შემდეგ ბაზარში. შემდეგ აღმოჩენისკენ. არსებობს ბაზარი, სადაც არიან ეს განკორწინებული ქალები. ან განქორწინებული ქალები გამოდიან ერთ ადგილზე, ერთი მარკეტი აქვს. ცხოვრების მანძილზე თავის ყოფილ ქმრებთან არსებულ ნივთებს ყიდიან ამ ბაზარში რა. ამედას ასე ვნახავთ, ღირს თუ არა ჩვენი საყვარელი ადამიანების მიტოვება ამ ქალების გამო მაგას ადგილზე გავიგეთ. ამერების განსაკუთრებული სიყვარულით არც განქორწინებული ქალები გამოირჩევიან. Me. Okay, me. მოგეთ კამერა არავის არ ევასება. მაგრამ მიუხედავად აგრესიისა, ჩვენ კითხვაზე პასუხი გვაქვს აპონელი. რატომ არის ასეთ ხშირი განქორწინება? ამისთვის განქორწინებული მარკეტის ქალები უნდა გავიცნოთ. How are you? So you had three husbands. You four. You? Two. Okay, 2, 3, 4. You are experienced. You are tired already. Yeah? The husband of her died, Okay. كنت على شيء من ليته and the other one divorced her. How old are you? 45 years. Really? You look like 25. როგორც გავარკვიე, ქორწინება არ ამყარა, იმიტომაა, რომ ის ძირითად შემთხვევაში სიყვარულით არ ხდება. ის უფრო სოციალური სტატუსის სიმბოლოა და ქალები ძალიან მარტივად. კაცის ერთი შეთავაზებითაც შეიძლება დაქორწინდნენ. Okay, let's marry. بيد مودان امالهم زيني She is ready always, yeah? طالبه منه يشري معه So, დაგაჭახო. კიდევ უფრო მარტივად გადადგამენ ამ ნაბიჯს თუ ქორწინება უკეთეს ფინანსურ შესაძლებლობებს მიცემთ. Rich, money, more money. Dollars. وياسر من خير مولانا Yeah. مولا كان Do you like white guys? I can't depend صراحة. شكرا. مالي لا نعوذ Okay. بالله مالي Okay. لا نعود مسلم مالي الله أكبر مالي لا إله إلا الله He said first of all you should عليه to be وسلم Muslim. والذين It's problem. But after that, okay, yeah? You want just a Muslim man. Yeah. თანაც განქორწინებული ქალი მავრიტანიაში სხვა მუსულმანური ქვეყნებისგან განსხვავებით სირცხვილი არაა. პირიქით, უფრო პატივსაცემიც კია. Everyone here is divorced. If they are divorced more, the people appreciate them more. يعدل علينا احنا دراسه في Respect. الحاله هذه მაგრამ რატომ? მავრიტანია ხო მუსულმანური ქვეყანაა. მუსულმანურ ქვეყანაში ქალის ერთგვარი უმციკლოება მნიშვნელოვანია. სინამდვილეში მავრიტანიაში ასე არ მუშაობს. მათ უმციკლოება კი არა, გამოცდილება უფრო აინტერესებთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქალი თუ ბევრჯერ იყო ქორწინებაში, ესე იგი უფრო სასურველი ყოფილა. და ასევე გამოცდილიც სახლის საქმეებში. ქალის მიმზიდველობა მავრიტანიაში არა მარტო განქორწინების რაოდენობით, წონითაც განისაზღვრება. In Mauritania, men like slim girl or fat girl? الرجال هم اللي تختار صلي عمره كبيره Yeah, it's good. Good. Yeah. You see, it's not good. ეს სილამაზის სტანდარტი თანამედროვე მავრიტანიაში შედარებით ირღვევა, თუმცა ძველ დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალი მსუქანი ყოფილიყო. ამისთვის ეგრეთ წოდებულ force feeding-საც მიმართავდნენ. ანუ ძალით აჭმევდნენ 5-დან 12 წლამდე გოგონებს მაქსიმალურად მაღალ კალორიულ საჭმელს. და თუ ისინი წინააღმდეგი იყვნენ, სჯიდნენ კიდეც. Maybe her parents was trying to feed her. نقول لك الخانه تبع بعد ما هو الضغط ما تبلوح ما ترى خالقه He said nothing in this. მავრიტანიელები თვლიდნენ, რომ ქალს რაც უფრო სქელი კოჭის არეალი აქვს, მით უფრო სასურველია. და ამის გასაზომად ისინი იყენებდნენ სპეციალურ ხელსაწყოს. ფეხზე თუ რო გაიკეთებენ, არ უნდა ჩაიტიოს რა რეალურად რა.
ასე რომ დიდია უკეთესია, იმიტომ რომ ეს არის სილამაზის სიმბოლო. და ამას უკეთებენ ფეხზე თორემ. ოჯახს შვილის გათხოვება სარფინად იმიტომ აწყობდა, რომ გათხოვებისას სამახლებს იღებდა. თუმცა ეს ტრადიცია ნენელა აღარაა. სამაგიეროდ განქორწინების განსაკუთრებული წესით აღნიშვნა ჯერ კიდევ აქტუალურია. Maybe she knows some places. Maybe there is today no. الله على نبكو على نبكو Oh my god. ويسلم عليه But today there is no one divorced. სანამ მორიქალს გადავეყრებით, რომელსაც განქორწინების რეკორდული რაოდენობა აქვს, მანამდე სოსოს ტანჯვის დრო მოვიდა და ამისთვის ბრალო რაღაც, ჩაი უნდა დავაგემოვნოთ. იმ პირობებში, რომ მავრიტანიაში როგორც მუსულმანურ ქვეყანაში ალკოჰოლი დაშვებული არაა, ერთ-ერთი მთავარი გასართობი ჩაისმა. Guti. Good. აი ბუზები კი ახვევია გიჟები. What is price? 15 for 3 cup. Okay, it's very cheap. როგორც ხედავთ, ძალიან ჰიგიენურად კეთდება ყველაფერი. მთელი სერტიფიკატით და ყველაფერი აქ ადგილზე ამ პიროვნებას. Not you, me. You, not you. შენი ხათრი ძმაო, თორე მე ამას ჩაი არა. დღეში ვარ. აი ეს რძე უფრო ცოტა ისეთია, აკრემის რძე. მაგრამ აი რო ხედავ როგორ მზადდება, მაგრამ მიჭირს ხოლმე. ფეხის ჩაყო? არა, მარტო ხელებს ხო? გამეგობრება, იცოდეთ, რომ ამას რაღაცები ლაიქების და რაღაცების გამო არ ვაკეთებთ რა. ამას ვაკეთებთ მხოლოდ გამომწერების გამო. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი. აგვიმაგრე. მართლა გემერე. მართლა კაია. Super. ფერვერ დაიმარცხა. Okay, one more for me. ჩვენი მორიგი გაჩერება ამჯერად აკლემის რძია, რომელიც აკლემებით სავსე ქვეყანაში ვერაფრით ვერ ვიშოვეთ. მეგობრებო, ერჩევას მოგცემთ. თუ მაინც და მაინც ფანახშირის მატარებელი არ გინდათ, არასდროს ჩამოხვიდეთ მავრიტანიაში. აი, ბავშვები საყვარლები არიან. ხუჩა კვარაცხელია. Yeah, do you know? ხანდახან არც ის საყვარლები არიან. Bro, don't mind, why, bro? This young kid. Now it's რაღაც უმარილო ქვეყანაა. წარმოიდგინეთ, ეხლა ეს არის ქალაქის ცენტრი. და მე და სოსო დავსეირნებთ ამ ქალაქის ცენტრში, როგორ მოგწონს სოსო. ძალიან აკამრობა. აღთოვანებული ვარ. ესეთი საოცარი ქვეყანა მე ჯერ არ მინდა. ამ საოცარ ქვეყანაში სტრიტ ფუდიც ვერ ვიშოვეთ. სამაგიეროდ ქუჩაში მოძრაობისას ისევ ხვდებოდნენ კამერასთან აგრესიულად განწყობილი ადამიანები. Is angry of camera? No camera, not for me. სტრიტ ფუდის ზებრისას ვნახულობდით გარეთ ყველანაირი სანიტარული ნორმების დაცვით გამოფენილ პროდუქტს. ნახე რა კარგად ტრიან ხორცი რა გაია. ცოტა ბუზი ახვევია ხორცი ხედე. 280 per kilo. 20 ლარი დაახლოებით ხო? და გზაში ხვდებოდით მოვაჭრეებს, რომლებიც 1000 ხარახურას ყიდნენ. Cartier? Original? Sure. ცილარების კარწეს საათი $7 საათქოს ორიგინალი. მაგარია. ზვირია просто. რადგანაც საინტერესო სტრიტ ფუდი ვერ ვიშოვეთ, ერთ-ერთი გამოწვევა სოსოსთვის აკლემის რძის დაგემოვნებაღად დარჩა. და როგორც იქნა მივაგენით ასეთ ადგილს. თუმცა რძეზე ბევრად საინტერესო ამ ხალხთან ურთიერთობა აღმოჩნდა, რომელიც დაიწყო იმით, რომ ტრადიციულად დაიწყე მაჭანკლობა. როცა ეს ახალგაზრდა გოგო დავინახე. She likes white men. He Soso is good. How old is she? 22 years old. How old are you? I'm 28 years. 28, 23, 28. Yeah, good guy, yeah? Very good guy. Very good guy. He will give you 3 camels. ყველაზე საინტერესო ამბავი კი სწორედ ამ ქალისგან გავიგე, როცა დავინტერესდი, ეს ქალიც ხომ არ იყო განქორწინებული. Is she divorced? 10 times. 10 times? 10 times. Oh my god! 10 times? You are not enough good woman or what? How old are you? عنده 56. Did she prefer 10 marriage or 1 marriage and whole time? يقول له عميانة جمع مريض متخيمة يا كل كان كما في ديمال To marry lifetime. 1 and lifetime, yeah? ჩემთვის ყველაზე უცნაური იმის გაგება, რომ თუ ერთხელ ურჩევნია დაქორწინება, რატომ შორდება ამ სიხშირით ქმარს. He said you put on a lot of questions for her.
Yeah, because for me it's very unusual. Because in our country only Lela Kiladze for marriage. And that's all. როგორც გაირკვა, განქორწინება ქალების ინიციატივით არ ხდება. There was a moment when she decided to divorce and not her husband. No. The husband just to decide divorce. She cannot decide. ყველა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას კაცები იღებენ. თანაც ხშირად ისე, რომ ქალთან არც კი ათანხმებენ. Woman can't go anywhere without permission with his she's wife. ქალებს კი უწევთ ახალი ქმრის ძებნა და სწორედ ამიტომ თანხმდებიან ნებისმიერს. ქორწინებაში ყოფნა და სასურველ აქტიურ ქალად მიღება მათთვის სოციალური სტატუსია. Are you happy in general? Saida Gadi. Yeah. რა თქმა უნდა, ამ ქალბატონსაც დაუსვი კითხვა სილამაზის სტანდარტზე. I have a question. Like fat woman is prettier or slim woman? القديم كانت زين المرأة الكبيرة. In the past صور هذه البلد. can't move it. شو؟ Can't move? Big woman. Are you able to move? أنا. Yeah. جبت كوري. Okay. ايوه. Dance. ايوه. لين عود اللور. Who's good? بسم الله. Bismillah. აკლემის გემოა. აბა სოსო თუ გასინჯავს ხა. არა მართლა არაფრის გემო არა. რძე არა. ბიჭო სოსო ესეთი სპასოვნი თუ იყო რაღაცებზე მართლა ვერ ვფიქრებ. ხალხს გონია რაღაცა ის, მაგრამ თუ გასაკეთებელია გააკეთებს. გინდა ძალიან გართულება მაქვს, მაგრამ ხედა. ვიდეოში შენ თავს გადავაბიჭებ. აგვიმარჯოს მეგობრებო. როგორია? ახლა ძის გემო აქვს. კაია, არ არის ანუ განსაკუთრებით. რა ჩეოლებრივი ძის გემო აქვს. ისეთი არაფერი ასე. ჩამეთვალა? Goodbye. Thank you. I wish her that husband was the last. قال يتمنى اللي معاك غيرك يعود هو الثالث معك. يسكن معاك. Okay. რეალურად კი ვღადავთ, მაგრამ მაგარი სადოები არიან რა. მე მეგონა სხვანაირად, მეთქი როცა უნდა გაშორდება თქო რა. ერთი კაია რომ საზოგადოება დიდად არ განსჯის რა. ანუ პირიქით აჯერ თუ გაშორდა, უფრო საინტერესოა ტიპებისთვის თურმე დაქორწინება. მაგრამ ისე ანუ ნებისმიერ დროს ქმარს როცა მომდება, ეტყვის, всё, წავედით და ამას პირიქით არ შეუძლია რომ დაშორდეს. და ზოგადად ხალხთან კომუნიკაცია უფრო ის არის. კარგი ვიდრე ხო? ხო. ასები უფრო ცოტა ლაღები არიან რაღაც უფრო. Salam alaikum. How are you? This is my friend from Mauritania. Hello, welcome. არ მეგონა რომ ვინმე შეიძლება შეხვედროთ რომ 10 ჯერ არის ბიჭო. იქ რომ ნახეთ 1 2 ჯერ 3 ჯერ 4 ჯერ 5 ჯერ მაგაზე გამოვშტერდი და შუა ქალაქში რო არის ერთხელ რაღაც ეგეთი თამაში ეგეთი რაღაც გასტაიდი. სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ. ყველაზე უცნაურობა ეხლა ის ნახე რომ 10 ჯერ შეიძლება განქორწინო. ამიტომ წავედით მეგობრებო, ნახოთ ვიპოვით თუ არა 11 ჯერ. მე-11 არა, მაგრამ გზად ამ ვიდეოს კულმინაცია, უსაყვარლესი ბავშვების გავიცანით. Salam alaikum. Hey, how are you? Our fine. Thank you and you. Welcome. Mauritania. Mauritania. You are Mauritania? Yeah. What's your name? What? My name is Sheikh Jara. Sheikh Jara. My name is Kako. Kako. Yeah. From Georgia. What is it? My name is Karte. Fats for skin. Fat for skin? What's your name? You can English. My name is Mohamed Alfa. I'm Arab English. I'm Arab English. Hey, camera. Camera, yeah. სრულდება ჩვენი ვიდეო. ამ უცნაურ, საინტერესო ამბებით სავსე მავრიტანიაში. შევხვდებით. Adios. Amigos. Salam alaikum.